სიყვარული არის ზრუნვა, პატივისცემა, ვალდებულება, ურთიერთგაგება, ღირებულებები, ის პროცესი, რომელიც მოქმედებას მოითხოვს. ძალიან სადავოა ეს ფაქტი, მაგრამ ის ამბობს, რომ სიყვარული გრძნობა კი არა, მოქმედებაა, გააზრებული არჩევანია და მას ისევე როგორც ყველაფერს ამ სამყაროში სჭირდება სწავლა. იმიტომ რომ შენ შეიძლება უყურო კლავიატურას, უყურო კლავიშებს და არ იცოდე დაკვრა და უბრალოდ რაღაც ხმები, ბგერები მაგრამ შენ შეიძლება იმეცადინო, ისწავლო და საოცარი სიმფონია დაუკრა, ან შექმნა კიდეც, ხომ? და გამოიყენო ეს კლავიშები უკვე როგორც რესურსი. ამიტომ თუკი ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ არსებობს უნებლიე მდგომარეობა, რასაც შეყვარებულობა ქვია, იმიტომ რომ სიყვარული შემეყარა. არც კი მიფიქრია ამაზე, ხო? არ არის ეს ჩემი ნებით გამოწვეული, შემეყარა, დავინახე და შემეყარა. და არსებობს მდგომარეობა, რომელიც ნებელობითი აქტია, არჩევანია და ეს სიყვარულია და ამას ვაცნობიერებ. მე უნდა ხვდებოდე, რომ თუ ეს ჩემი ნებელობითი არჩევანია, მე მისთვის შრომა მჭირდება. და ისევ ერიხ ფრომს გავიხსენებ, უყვართ ის, ვისთვისაც შრომობენო და შრომობენ მისთვის, ვინც უყვარსო. და ის მომენტი, რომ არჩევანის თავისუფლებაშია ჩვენი ყველაზე დიდი ბედნიერება. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ადამიანები და მე ვახსენე იუნგის სიტყვები, რომ ემოციასა და რეაქციას შორის არის თავისუფლება. და ჩვენ შეგვიძლია ეს არჩევანი გავაკეთოთ გააზრებულად და სიყვარული როგორც ზრუნვის, პატივისცემის, შრომის, ურთიერთქმედების პროცესი ვაღიაროთ როგორც შესასწავლი, შესამეცნი, დასასწავლი და გასათავისებელი პროცესი. იმიტომ რომ ის თავისით არ მოდის.